მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ მოვედით Open Air-ზე. სავარაუდოდ ვლოგში იქნება ძალიან ხმაური და იმედია, ჩემი მიკროფონები საკმარისად კარგია იმისთვის, რომ ეს ხმაური ჩავახშო და რავე გაიგოთ ამ ვიდეოდან. ძალიან ბევრი ინტერვიუები იქნება. ყველაზე კაი ტიპებს ალბათ ბოლოსკენ ჩავსვავ. არა ვღადაობ. კაი, კაც. მე ხა კაც და რაღაცებს რო ვიძახი, ანუ გიორგის არ ესმის რეალურად კადრს არ აჩერებს და ეხა წარმოგიდგენ არა მაქვს მე რას ვლაპარაკობ და ჩემს წინა ვიდეოებში ნახავთ რა ჩემი ფავორიტი იუთუბერი არის ჰიტა, კარგად ყვებს გადაამოწმეთ და რაღაც კითხვები მინდა დავუსვა. პირველი კითხვა იცი რა მე დაგისახით და შენ ვიდეოებში ხშირად ახსენებ ხოლმე რომ ჰიპ-ჰოპის ძალიან დიდი გულშემატკივარი ხარ და თუ ქართული რამე ტრეკი დაიდო და ერთი ნახვა აქ ის ერთი მე ვარო რა. ხო და ეხა აქ ზოგადად მოსასვენად ხარ მოსული თუ იმენა ჰიპ-ჰოპის მოსასვენად ხარ მოსული პირველის მერე რო იწყება? ჰიპ-ჰოპის განსაკუთრებით, მაგრამ ახლა ვინც უნდა იყოს ერთი კონკრეტულად ერთი მოსასვენად არა, ზოგადად მთელი სფეროს ხალხისთვის დახოლწი. ეს ვიტყვი რა. შენ unboxing-ი ავაკეთე. ნახეთ რა ლამაზია. მოდი ახლოს. სამსაძებნი წელიწადზე იგი შენი საძებნა. ოღო მოდარ. ძალიან მაგარია. მოდის გადააჭარბა. სუპერ. და ბეთლებზე თუ ყავს ვინმე ფავორიტი? ფავორიტი არ მყავს ესე არავის, ზოგადად არ გინდა რომ ვინმე საწყენინო. არა, მართლა. რაც უფრო ხარისხიანი იქნება, მაგის გულშემატკივარია. კი ბატონო, კაი, ძალიან დიდი მადლობა. და ძალიან გამიხარდა რომ შევხვდით. მადლობა, იმედია მაგარი ვიდეო გამოგივა. კაი, და რაბანას არ დავუკარგოთ მართლა, რაბანას საჩუქარია მართლა. კაი, რაბან, შენც არ დაგიკარგავთ ეხა, ანუ შენი საჩუქარია და გამოჩნე კაჭი და ნამდვილად რაბანას საჩუქარი როა და არა ჩვენი, ანუ გამოვაჩინო. ელევი წავომიო. იდეა იყო ერთობლივი. მე რუსთაველი მინდოდა, შოთა რუსთაველი. წარწერაც მე მინდოდა, მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხი რაც იყო ის გველის, თქვენი მოფიქრებულია და ძალიან მაგარი იყო რა. და წარწერაც გინდოდა რა ქვია რომ ჩარჩოს გაგვეკეთებინა, მაგრამ გიორგის დაავიძე და ყურძე გააკეთე აქ წარწერა, მაგრამ აპატიოთ არაუშო სკლეროზი აქვს ასაკშია. თავარია გაკეთდა. ოკეი, თავარი ეგა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. იმას ვამბობდი რა Open Air-ზე ყველაფერი გაუთვალისწინებელი შეიძლება მოხდეს, მეთქი დამეჭიმა ტერფი და შუა ქვებზე გავიშხლართე და ფეხსაცმელის გახდა მომიწია, იმიტომ რომ აღარ გამიარა და ეხა გამიარა და უნდა ჩავიცვა ფეხსაცმელი. და იმ სტეიჯზე ჩამოვჭეკი, სადაც ჩვენი ვარსკვლავები გამოვლენ. ჩვენ დღევანდელი დღის მიზანი ერთი ის თემა გვაქვს, რომ ვინაიდან საჩუქრების ამბავში ვართ, რაღაც საკაიფო ვაიბით დავტვირთოთ არტისტები, ვინაიდან ძალიან გველასება და გულშემატკივრობთ რა. ახლა შენ ბეთს შველოდები რომ გულიანად ჩაუძე გავარჩიო. ბიჭო, ძალიან მეოსება რაღაცებს რო ვიჭერ რა. პროსტა ტექსტი რო არ არის, ძალიან მისწოდება ხოლმე ეგ ამბავი. ესეთ რაღაცას დავფიქრდი რა მე. ნუ ეხა ემინემის მერჩს რო ატარებს ვიღაც რა. ხო. ეს მაგალითად ემინემისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ალბათ, ხო? კი, საბოლოო ჯამში ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ მიაღწია მაგას, რომ აი ვიღაცა დაუშვათ საქართველოში მაგის მერჩს ატარებს. შეიძლება აი რაღაც თავარ გოულად ეგ დაისახო? ნუ იდეაში ფული მოყვება ხო მაგას? ვიღაც შენ მერჩს თუ ატარებს იმ დონეზე ხარ ფული? კი, ანუ მაგ დონეზე თუ ხარ, ესე იგი ძალიანზე ვითხარ უკვე. ანუ ვიღაც რენდომ ტიპები სადღაც სხვაგან ქვეყანაში რო გულშემატკივრობენ, ესე იგი ძალიანზე ვითხარ უკვე. ბიჭო, და მე მგონია რომ საქართველოში გამოსვლადი ამბავია და შეიძლება ცოტა დრო დაგჭირდეს, მაგრამ თან ვამუღამებ რომ გულიანად აწვევით რა. კი. და წესით გაიტანთ ბოლომდე. ხო და ალბათონო ერთი მერსიდი აკა. სხვა შორს ისეთი არა, როგორც ნახე რა. მეთქი რა ხან უკვე ნახა ესეთი, უკვე იცის რას უნდა ელოდეს და ცოტა სხვა ნახე რამდენიმე. აუ, ჩამინაცეთ. თარო შეხვალ შეშურდებაც. ბიჭო, გეუნები თმა. ესა. ნახე აბა. შევეცადე მაქსიმალურად შენ თემას მომერგო რა. ნუ მე რაც ვიცი მაქედან გამომდინარე. ბიჭო, იცი რა მქონდა, აი მაგალითად ედი ათაბაბადან რაღაც რეგის ვაიბი ხომ მოაქ რა და საღო ეს მოვინილა ეს გავიზარდეთიანების სტაში ერთი ეგარ ეს ის არის სარიელი უშტე თავებს ხედავ ხევარ კრიკალი და გამესეთყვა აუ რა მაგარია კაკინი კაკა კინი კაკა
ხო არ გადავა. ის პირველი საჩუქარი ძალიან მაგარი იყო, ძალიან მეოსებოდა და ეხლა ესეც ძალიან მეოსება. ჩემი ალბომის ესეთი ის უნდა მქონდეს, ალბომის ის გარეკა. ის მოაქვს რა რაღაც მე-20 საუკუნის რაღაც ვაიბი. აი ფილმებში თესლაჟები რო იჩნდებოდნენ რა. რაღაც მაგარი მანქანები. მაზარია რა. აუ მაგარია ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა. ციგარი. დიდი მადლობა ძალიან. მართლა მაგრად მომეწონა. გამარჯობა. მე იკავა, ვინც არ მიცნობთ. მოკლედ პირველ რიგში მარიამის არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო თუ დაიძება და მარიამს იმედი აღარ გაუცროვდებდა შემდეგ სეზონში ვიღაცეებზე, იმიტომ რომ მე გამოვა. კაცუდა და ერთი ის მინდა ვთქვა რომ აი ყველას გვერდში უდგა ხარა, აი ვისაც ხედავ ხოლმე, კიდ სცენაზე რომ გამოდიან რაღაც ან კონცერტი ან რაღაც ისე, ანუ ყველას ეხმარები რა და ანუ ეგ მინდა რომ ანუ ხალხმა ძალიან დააფასოს, იმიტომ რომ ძალიან კაი ადამიანია. ეგ იცი რა არის? ყველა შენ რასაც გულისხმობ მესმის რა. უბრალოდ ყველასთან მინდა რომ კარგი ურთიერთობა დავიჭირო რა. ანუ რატომაც არა, იმიტომ რომ ჩემს წრეში ვარ, ჩემს გარემოში ვარ და აი ამ გარემოში მე კარგ ადამიანებთან ერთად კარგად ვგრძნობ თავს რა. მე ვცდილობ რომ ყველას დაუდგე გვერდში. თემაც მაკაცებმა ანუ ყველაზე მეტად ეგიციან ჩემგან, რომ გვერდში დგომა შემილია, გესმის? ბოლომდე შემილია ადამიანის გაყოლა. ეს ბეთში გამოიხატება, ბექებში დადგომით, გვერდზე დადგომით გამოიხატება. ეს უკვე ჩემთვის მეოთხე ხარისხოვანია, მაგრამ იქ გამოხატავ ამ ყველაფერს რა. და მიხარია რომ აი მაგას აღნიშნავს ხალხი რა. ზოგჯერად კომენტარში დაწეროლა, ანუ დედას გეფიცები არ ვაქცევ რა. ყურადღებას რომ აი ყველას მოდიში და რატო უძრება და ასე შემდეგ. აი ეგ იყოს მე ცოტა ეს ერთი მაგარი ფეხებზე მკიდიხარ რა. დედას გეფიცებით რა, რომ იცოდე არ ვნერვიულობ ვაფშე. მე ვცდილობ რომ მეოთხე სეზონში გამოვიდე, მე თუ ბეთლი წავაგე, ან ნახევარფინალი წავაგე, რაღაცა წავაგე, მე ისე გამოვალ მანდ რომ მაგარი ოპერატორი ხო? ეს გააშავეთ ეს კადრი. ბლუპერებში გავუშვით. მე გამოვალ რომ ერთი ბეთლით ხალხს მაინც დავამახსოვრო თავი. აი ეს მიზანი მაქვს მე რა. ანუ რეალურად რეალური არის რა, იმიტომ რომ ანუ ხალხს ერთი ბეთლით შეიძლება დაამახო და აი მოსეს ამ ამბავში ეგრე იყო რა, მოსეს ორი ბეთლი ქონდა, მაგრამ ანუ პირველი ისეთი დადო, ანუ სულ ახალ გამოსული იყო, მაგრამ ხალხი შოქში ჩავარდა. ეგ არის შრომაზე დამოკიდებული, ზოგი ბეთლს უყურებს, როგორც აი უბრალოდ ლაივში გამოსვლა, იბაზრო შენი დაწერილი ტექსტი არც თუ ისე დაზეპირებული. ბეთლი არის ძალიან საპასუხისმგებლო რამე, იმიტომ რომ გარშემო ხალხი გისმენს, ეს ყველაფერი სოციალურ ქსელშიც ვრცელდება და ანუ ჩემი აზრით MC-ზე ისიც უნდა იყოს დამოკიდებული, რომ არ დაიზაროს არაფერი, მით უმეტეს ესეც პასუხისმგებლიან საქმეზე რომ გადიხარ. ნებისმიერი ტრეკი ან ლაივის გასასვლელი წინადღე კაცო, არ უნდა დაიზაროს ზარმაცი, ჩემი აზრით MC არ უნდა იყოს ზარმაცი პირველ რიგში. ეიო! ეხლა რა მაინტერესებს, ანუ შენ ხო რაღაც დიდი ხანია და რაღაც ესე ლაივი არ გქონია რა? კი, თითქმის. რაღაც ხო ნერვიულობ. ცოტა, იმიტომ რომ რავი, open air-ზე პირველად გამოვდივარ, ვასრულებ და რა თქმა უნდა ვნერვიულობ. მე მგონი ხა რაღაც ძალიან ბევრი რო ხართ მეგობრები და რაღაც ისე. მართლაც სხვა გამოსტილი ადამიანი. ეგრევე მაგაზე ვფიქრობ, რომ რამე ცუდად არ კარგად ისონდეს ან რაღაც ეგეთი რა. და შევთმოინც ამხნევებთ რაღაც ისეს და მგონი რაღაც ჩვენ საკედან ვისწრებით რომ მაქსიმალურად გაგამხნევოთ რა. მაგის იმედი მაქვს, რომ ანუ იგივე აუდიტორია არის, რაც PvP-ს ყავს, ქართულ hip-hops. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ გამოც არის აქ მოსული გარდა main event-ებისა. ჩვენ სადღაც უკვე დაახლოებით 1:30 აქ ვართ რა და ანუ ჩვენთან ერთად კიდე ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც იმინად თქვენ გელოდებათ რა, ანუ დიდას ასვანეს. მოვიკითხავ აქედან, მადლობა მხარდაჭერისთვის, ძალიან ვაფასებ. ხო და ეხლა კითხვები კი არ მაქვს, მაგრამ მომზადებული მაქვს ეს დასრულებაინი რა. აუ ძალიან მარტივები. აი, აბა. მაგერს კითხავ და მე გვაქვს შენთვის საჩუქარი. აუ, კაი. მოიწაღოთ. ეხლა შენ ხარ ხუთივე კაცი, რომელიც ვეიპისგან მოკვდა. ვეიპის მოკვდა. ანუ ეგ აბსურდული ლაინი ღმერთო. შენ ხარ ხუთივე კაცი რომელიც ვეიპით მოკვდა. ცოტა უფრო მეტი აბსურდული ლაინები ხალხო თუ შეიძლება და ანუ იკას ვატყვით წეღანდელ ჩვენს რესპონდენტს რომ მაგან გავუშვას მეოთხე სეზონში აბსურდული ლაინები ხო? ბეზარიერა. და კიდე ფლოუები გააგრძელოს, რასაც დაიჭერს თავით. სალო. ესე იგი მიყურებთ. Of course, აბარა. არ გაქენა, არ გაქვს მამული, არც არწმუნოება. არ გაქენა, არ გაქვს მამული, არც არწმუნოება. შენთვის ვარ გარეჯის უდაბნო გაუწყლოება. ანუ არც ამასრულებინა. ეს აიკონიკ იყო. შენ რა იცი ჰიპ-ჰოპის გემო? არასდროს ყოფილხარ
გეტო? ღარიბი ახლოს გეტო იმენა ძალიან ერითმებოდა. არასდროს ყოფილა ღარიბი. ხო, იგივეა გეტო. შენ ვაფშე რა იცი ჰიპ-ჰოპის გემო არასოდეს ყოფილ ხარ ღარიბი არა, სამართალმა ჭამახორცი. სისხმა დენა დაიწყო. სამართალმა ჭამა ხორცი სისხმა დენა დაიწყო დღეს ყველა ეწევარებს. მაგრამ ამბობენ რომ არაბოლებს. დღეს ყველა ეწევარებს არა და ამბობდნენ არაბოლებს ანუ მე მგონი ერაისმა დაიმსახურა ჩვენ საჩუქარი და რა ესე სოსი. ესე მარტივია. ხო, ანუ ვიდეო შეკაპელადან შენს შეგწერ. მოდი. შეიძლება? ჩემი ედიტორი. იცი. ვიცი, თუ შეიძლება მე მინდა რომ მეც დავაედიტებინო. კი. იო ჩამინათებ. ვაი მე რა საყვალობებია და ვაი მე რაღაც იასამნისფერი ჩანს. ვარდისფერი გონდა, მაგრამ ცუდი ვარდისფერი პოლიზისტორი გქონდა, ამიტომ არ გამოვიდა. ხატო. ამასაც მივუნათე რა. აუ რა მაგარია ბა. აუ ძალიან დიდი მადლობა. სომიტოდა რომ ჩემი სახელი ყოფილიყო ლოგოსავით რაღაც თან ვინილი. ბარბის ძალიან მაგარი დიზაინი ანუ ეს ნაც. აუ ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან გამიხარდა. თან იასამნისფერი ან ზუსტად გულებისფერი. გულების ხალხო გამოიწერეთ მათი სოცხელი მანგამუნის მართლა ძალიან კარგები არიან ძალიან ორიგინალური და კრეატიული საჩუქრები აქვს და თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენი დიზაინი და მართლა ანუ ხარისხზე თავს ვდებ უკვე მესამეა ეს მანგამუნის საჩუქარი ანუ ხალხო ნათიას ვინც უყურებთ დარწმუნებული ვარ ეხლა ჩემთან ვინც გადმოხოდით ნათიას ყველანი უყურებთ ანუ და აუცილებლად უნდა იცოდეთ რომ ნათიას ბეგში არის ყოველთვის ვინ ორიგინალი ქურდა ეგ იცოდეთ სულ ხო და ანუ გიორგი არის საუკეთესო ედიტორი რა და ამიტომ გიორგი საუკეთესო არა მაგრამ რასაყარაკო მე ვნახე შენი დაედიტებული კლიპი ბალისი და სკაისი და ანუ მაგის მე რატო რომ დავთქვათ რომ ანუ ერთ-ერთი საუკეთესო არის რა და ხო და კაი ხალხს რა სეტყვი ჩემი არხი რომ გამოიწერან მაგის გარდა იმის გარდა მანგამუნის პროდუქტზე ვიტყვი რა ზოგადად იმიტომ რომ არაერთხელ მიყიდია და შემიძენია თქვენი პროდუქტი იმიტომ რომ ძალიან კაი ხარისხი არის და განსხვავებული არის რაც ქართულ ბაზარზე არ არის ეგ ერთი უეჭველი თქოს სხვა ის რომ ოფენიარზე რო ვინც არ ხართ ძალიან ცუდი იმიტომ რომ ბევრ რაღაცას გამაზავთ ლაივზე ყველაფერი არ დაიდება ამიტომ ცუდია რომ არ ხართ ვისე აი ეხლა ლაივში ვინც იქნებიან არტისტები რაღაც ისე ანუ მარტო ნიკის და ესაბინე ჯაფრი გოჩქარები როტასკაც ბეთლი დაიდება თუ ანუ სხვასაც დაიდება იმიტომ რომ ლაივები ზოგადად ეგრე არ იდება ხოლმე რა ვერ დადე ფიზიკურად სათითაო დაიღო და იმან დადო ხო ხო ტიკტოკები შეიძლება დაიდოს ისიც ხალხის მხრიდან ოკეი გასაგები ანუ ხო და ხალხო მე კაი ოკეი კაი let's go ანუ ამ სიტყვას ანუ ბეთლშიც მოვისმენთ ასე რომ ჩვენთვის ანუ არაფერი ამებს არ ჭრით შენ არაპირებ გამოსვლას ბეთლზე ბეთლზე აი ნახე ჩემი ტექსტების წერა იზრდება ყოველდღიურად რა როგორც წერ ხო ან ჩემ ფონში წერ არაფერს არ ვდებ არაფერს არ დავდებ ჯერ მაგრამ თუ ეგრე განვითარდა როგორც მიდის ნელ-ნელა დიდი ალბათობით სადღაც შეიძლება მეც მოვხდე კი როგორც არტისტად ასევე ბეთლემსის სეზონში რა გამოვიდა სეზონში არა ეგრე ძალიან შორსაც არა სადღაც მე-5 მე-6 დაჟე ესე ძალიან ჩვენი ოპერატორი დაიღალა მეგობრებო ამიტომ გასაცვლელია ანუ წეგან ველაპარაკებოდი მოსეს რა როგორც ანუ ჰიპ-ჰოპი დღეს და რამდენად ეხმარება ქართულ ენას განვითარებაში და იმ ძველი რაღაცების დავიწყებული რაღაცების წინ წამოწევაში რა დღეს ჰიპ-ჰოპი იმიტომ რომ ლექსები აღარ ჩანს აღარც მოთხრობები და ვინმე მაგარი ახალი მწერლები და ასე შემდეგ რა მგონია რომ თქვენ აკაჩინებთ ქართულ ენას ჩვენ მაგაზე რას ვფიქრობ მაშინ კითხვაზე კითხვით გიპასუხებ ჩვენ ვინ ვის გულის რეპერები ხო აქ მან ცოტა ისე ყველას არ გულისხმობს მაგრამ გავიდე კითხვა პირველ რიგში წარმატებები თქვენს YouTube არხს მადლობა რომ დრო დამითმე და საჭიროდ ჩათვალე რომ ჩემთან რაღაცას ალბათ ისეთ პასუხს მოისმენდი რომელიც რაღაც დონეზე პასუხს გასცემს შენ კითხვას და ქართულ ენას თვითონ ჰიპ-ჰოპი და თვითონ ჟანრი ან ნებისმიერი რაღაც ხელსაწყოა ინსტრუმენტი ვერ დაეხმარება თვითონ ციატივ არ მოდის თვითონ არტისტისგან შესაბამისად თუ მიზანი არტისტის არის ის რომ ქართული ენის ის სიმდიდრე რაც ჩვენ გვაქვს და თუნდაც წარსულში უფრო მეტი ქონდა და მე უფრო გაღარიბდა ეს ბუნებრივი პროცესიც არის და ხელობა შეიძლება რაღაც დონეზე ამაოც იყოს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჰიპ-ჰოპ მუსიკა რახან ლირიკა რახან რიტმა რახან რაღაც დონეზე ლექსიც არის ფიქრობ რომ კარგი
ანუ კარგი ყალიბია, შეიძლება ასე ითქვას, კარგი ფორმატი არის, კარგი საშუალება არის იმისთვის, რომ შემოინახოს ქართული ენის. შენი მიზანი არის ეგ? მიზანი არის ხედავ მაგრამ ერთ-ერთი მიზანი არის ეგ, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში ვერ დავიკვეხნი ენათმეცნიერად ვერ წარმოვაჩენ საკუთარ თავს ართული მასე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი მცდელობა ყოველთვის არის და იქნება იმისი, რომ თუნდაც სხვა ადამიანებში, სხვა ავტორებში აღძრა ეს სურვილი, რომ იმიტომ რომ უბრალოდ სიმდიდრეა დიდი და დიდარია ჩვენი ენა და ჩვენი კულტურაც ზოგადად დიდარი არის და ამის დაკარგვა მე მგონია რომ ცუდი იქნება, არ ღირსო დაიკარგოს რა. შეიძლება ჩაითვალოს რომ ეგ შენი რეპის რასაც ბაზრობ რა ამის მისია ეგ იყოს რა ქართული ენა იყოს თუ სხვა რამე მისია ერთ-ერთი არის ეგეც რამდენად გამომდის ამას ალბათ თქვენ უკეთესად შეაფასებთ ან ჩემი მსმენელიც არის მაგრამ ვცდილობ მართლა ვცდილობ პირველ რიგში ვცდილობ რომ მე თვითონ გავიგო ჯერ ცოტა ზარმაცობ მაგრამ ნუ ვცდილობ რომ მეტი ვისწავლო მეტი გავიგო რაში მოვედი, ანუ რაში დავიბადე. ფაქტია, რომ დავიბადე აქ და არა სხვაგან და რადგან აქ დავიბადე, ვალდებულებაც მაქვს თავისებური, რომ ჩვენი წინაპრების დანატოვარში რახან მოვედი, შემოვედი მე სამ კალში შემოვედი, შეიძლება ასე ითქვას და მე არ დამიდესია, არ მომიხნია, სხვა მოხნა, სხვა მდადესა და მე შემოვედი სამ კალში და ეხლა კაც თუ გეზარება და თქვენ დადებული საღებად თუ გეზარება, უკვე ალბათ შენი პრობლემა, თუმცა შეიძლება მაგარი რაღაცა გვიდეს წინ, თუმცა მაგას შეიძლება პრობლემად არ თვლიდეს სხვა და არც არავის არ ვაძალებ, არავის არ მოუწოდებ, უბრალოდ ჩევასავითაც არის რა, ანუ კარგი იქნებოდა. აი ჩევა ჩემი აზრით. კარგი. აი ეხლა რაც შეეხება ჩემს ჰიპ-ჰოპი, აღმოაჩინე რომ ჰიპ-ჰოპი ძალიან მევასება და თვითონ ეს იდეა ჰიპ-ჰოპის რა ძალიან თავისუფლებისკენ ადუთული ამ ჰიპ-ჰოპის იმას ჟანრს რა. გრაფიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება. ერთ-ერთი ელემენტი. ხო და ტექსტს ვერ წერ რა. შეიძლება რაღაცა ცადო ვიცვალო, მაგრამ იმ დღეს დავამუღამე რომ თქვენთვის მინდოდა ძალიან საჩუქრების გაკეთება არტისტებისთვის რა. და მეთქი ჰიპ-ჰოპური გრაფიტი უნდა იყოს მეთქი და ახოდუ მე რა ინფორმაციაც მაქვს თქვენზე მაგ ვიზუალებით გავაკეთე რა. ვა, რა წარმოდგენაც მაქვს იდეაში. ძალიან დიდი მადლობა, უკვე საინტერესოა. მარტო გრაფიტი არ არის, ანუ ცეკვაც არის, MC-ი თავისთავად, DJ-ინგი არის და გრაფიტი. ხო, ის დანარჩენი არ შემიძლია. მეხუთე ელემენტი არის სოდნა. აი რა ჩენი გითხე წერა. ეგ არის ჰიპ-ჰოპის მეხუთე ელემენტი, რომელიც მეხუთე ელემენტი ჰიპ-ჰოპში, რომელიც დაიკარგა. აი ძველი რესურსის მეხუთე ელემენტია, თუ არ ვცდები, ტექსტია. შეგიძლია მოისმინო. და ვისაც აინტერესებს. ოკეი. შეგიძლია მოისმინო და მან არის ისეთი ხალხის ესე ვთქვათ ამ საკითხის პროფესორების და ადეკვატური ხალხის დარიგება არის, რომ ეს რაც ჩვენ თქვი, რომ ქართული ენის თავისებურებები და არა მარტო და ცოდნის ელემენტი არის დაკარგული დღეს. უფრო მეტად ჩემ უღამი არის აქ რაღაცნაირად ქართულ ამბებს გამოვადგე. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ცოტა ამხელა რაღაცით, მაგრამ რაღაცით უეჭველი გამოვადგე. დიდი ხანი მოხარ დაბლა. ბოდში. აიცა? ეგ არის. თორე მეც გაგითანაბრდები. აბატონო. ვაიმე ძალიან დიდი. მოიცა შენ თუ არ მოგეწონა ხომეუნები? არა. ხო? მე უბრალოდ მოულოდნელია ჩემთვის. აჩქები და ვნახო. ვა. აი ერთი რეგის თემა იყო. მეორე არ ვიცი, მზეს რაღაცნაირად ვაკავშირებ. ეს რაღაც სიმშვიდის ამბავში. ძალიან დიდი მადლობა, თმაო. ძალიან ლამაზია, აი, ძალიან მომეწონა რა. ჯიგარი. იშვიათია რომ მე რაღაცა მომეწონოს. შეიძლება ძალიან ისეს გეს, მაგრამ ძალიან მაგარია რა. აი ძალიან მაგარია. მე ძალიან მომწონს და ყველაზე მეტად მომწონს რომ არის სივრცული და არის ემბოსი, როგორც ექსტრუდი 3D ენაზე. რელიეფური, ხო? რელიეფურია, ხო. ძალიან მაგარია. დიდი მადლობა, ჩემთვის ძალიან ძვირფასია და აი ჩემთან ჩემსაცი ძალიან გასაკუთრებულ ადგილს. კი, ძმაო, ამდენად არ მოველოდებოდი ასეთ საჩუქარს და მადლობა რომ ამდენი დრო დაუთმე.
ათაბაბადანის დაწერას. დიდი მადლობა ძმა. გაიხარ. ჩემთვის დიდი პატივია. Respect. ეხა რჩან ვარ, მაგრამ ანუ ესეთი ამბავია რომ main stage-ზე არ დაუმთავრებიათ რაღაცეები, ამიტომ ჩვენ აქეთ alter stage-ზე შუქი არ გვაქვს და ვერ გამოდიან. მე აქ ვზივარ და ველოდები. ყველას ჩაწერა დღეს ვერ მოვახერხეთ. ბანი, შენ მე Instagram-ზე დამსინი ამას დაგიმახსოვრებ. ხვალე თუ გნახე ამას აუცილებლად გაგიხსენებ ჩემო კარგო, მაგრამ თუ ვერ გნახე, დარჩები უზაჯუკროთ. ანუ ძალიან მეძინება, იმიტომ რომ უკვე 3 დაიწყო, 3-ის ნახევარია, მე მგონი ჯერ არ დაგვიწყია. პირველი არის NIC. NIC ჩემგან გული, ბევრი გული კერა და ბევრი იასამნისფერი გულები გაუსწამოთ მეგობრებო. ხონდა ძალიან სასწილო ვარ ეხა, იმიტომ რომ აქ ვზივარ ქვებზე და ველოდები როდის დაიწყებენ ჩემი საყვარელი არტისტების წერაზე გამოსვლას ერთმანეთს მიყოლებით და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე იქნება ეს. მოკლედ დაუბრუნდით, ეხა არის მეორე დღე და ნათელში მოკლედ ვლოგის გადაღება ვერნად ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ ხოლმე აქ PvP-ს გამო, რომელიც წვა პირველ საათზე და ნათელში რომ მოვიდეთ, მე ძალიან დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი რა. ხო და ეხა ის ამბავი არის რომ ისევ შუქი ჩაქრა რატომღაც როგორც კი ტახადაკოვა გამოვიდნენ main stage-ზე. ხო და ეხლა ვლოდებით რომ შუქი ჩაირთოს, რაღაც ვიდეოები კი გადავიღე. ამიტომ ტახაზეც ტრეკი იყო ჩართული, შალბანი. ხო და ნავ ეხლა ველოდებით რომ შუქი ჩაირთოს რა და დღესაც იქნება რაღაც ინტერვიუები, ვისთანაც გუშინ ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ცოტა დრო გქონდა ასე ვთქვათ რა და დღესაც გავაგრძელებთ ისე ჩაწერას და დაგიბრუნდებით რა, მოკლედ სხვებთან ერთად. ვერ გუშლიანი მეგობრებო, ვერ გუშლიანი. არა რატომღაც შუქსაც არ გვირთავენ. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, რა გავაკეთო? ისეთი წმინდა ვარ შემიძლია ხელგაშლმა ვუხურო რიო დე ჟანეიროს. მოკლედ მეგობრებო, არც ისეთი სასიამოვნო რაღაც მოხდა, სანამ ჩემი ვლოგი რო დაიდება, ანუ თქვენ ალბათ უკვე და მეც თქვენთან ერთად ყველაფერი გვეცოდინება რა და როგორ მოხდა, მაგრამ ამ წამს არ ვიცი რა მოხდა, რა მოხდა ვიცი, მაგრამ რატომ მოხდა ეგ არ ვიცი. მივდივართ 11 საათია, მოვედით შუქის ჩაქრობას ვუყურეთ, ვიბრძოლეთ როგორც შეგვეძლო. ჩარტეთ, ყვიროდი, მაგრამ არავინ არაფერი არ ჩაგვირთო. რაღაც პატარა კადრებიც კი მაქვს, მაქედან გადაღებული, როგორ არ გვირთავდნენ. და ესე დაგვადეს Open Year-ის ორგანიზატორებმა, მაგრამ ცუდი რაღაც გაგვიჩალიჩეს, თქვენც ალბათ ძალიან გაბრაზებულები ხართ. დანარჩენი არტისტების გადაღებას სხვებისას უკვე დღეს ვაპირებდი მეორე დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაგის ხალისი არავის აღარ ექნება. ხო და საჩუქარი კი ცოტა გამოუკეთებდათ ხასიათს, მაგრამ მე მგონი წავიდნენ უკვე არც ვიცი. ხო და რა ვიცი რა, მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ ცოტა უსამართლობა არის Open-ების ორგანიზატორებისგან. Instagram-ზე უკვე დავანფოლოვე. არ ვიცი მომავალ წელს ან ოდესმე კიდე თუ მოვალ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენები გამოვლენ ისევ და რამდენად მოგვარდებიან. უბრალოდ ეგეთი რაღაცები არ შეიძლება რა. 1000-ობით, რავი, როგორც მინიმუმ 100-ობით მაინც ადამიანი ვიყავით PvP-ს გამო აქ მოსული და ძალიან ცუდი რაღაც გააკეთეს რა. თქვენც ალბათ მითანხმებით მაგაში. მაგრამ ნუ რავი, გუშინაც მოვისმინეთ, ეგეც არ იყო ურიგო, ალბათ გროტას კასტანიკის ბეთლს ნახავდით უკვე. ხო და რავი, დაგემშვიდობებით, არ ვიცი რა გამოვიდა, მეც გუშინდელი დღის ვიდეოები არ მინახავს არაფერი. იმედი მაქვს კარგი ვიდეო გამოვა, კარგი თუ არა საშუალო მაინც და რავი, დაგემშვიდობებით რა. და იმის თქვენ დამავიწყდა, რომ ვისი საჩუქრების თქვენ ვერ ნახეთ, იმას ჩავსვავ და ნახავთ. სკაპ. გამორთე.